სალამი კიდევ ერთხელ. ცოტას და დაიწყება ბოლო თამაში ჩვენი ჯგუფური ეტაპის ევრობასკეტზე ბოსნიასთან. რა შეიძლება ვთქვათ, ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ უკვე შედგა ის გუშინაც ვისაუბრე ამაზე, რომ პირველად ისტორიაში დამოუკიდებელი საქართველოს კალათბურთის ისტორიაში ევრობასკეტზე ბოლო თამაში ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. ანუ მოვიგებთ ყველა ვარიანტში გავდივართ ჯგუფიდან ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა ჯგუფიდან ან ვერ გავდიოდით ან თუ გავდიოდით ბოლო ტურში მარტო ჩვენზე არ იყო ხოლმე დამოკიდებული ანუ ჩვენც უნდა მოგვეგო და კიდე ვიღაცისთვის უნდა მოიგო ხოლმე ზოგჯერ უგებდნენ ზოგჯერ ვერ უგებდნენ მაგრამ ნუ ფაქტია რომ დღესდღეობით ჩვენ თავზე ვარ დამოკიდებული გვაქვს უკვე ორი გამარჯვება და დღეს თუ მოვიგებთ კიდევ ერთი ისტორიული ფაქტი იქნება პირველად საქართველოს ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე 3 გამარჯვებას დააგროვებს აქამდე მაქსიმუმი იყო 2 ყველა შემთხვევაში სხვა ჯგუფში 6 გუნდიანი ჯგუფები იყო ხოლმე ანუ ამ ხელ ჯგუფურ ეტაპზე იგივე სისტემა იყო ხოლმე მაგრამ მაქსიმუმი რაც აქამდე გავიგეთებია ჯგუფში მოგებების რაოდენობა მაქსიმუმი იყო 2 დღეს გამარჯვების შემთხვევაში პირველად საქართველოს დააგროვებს 3 გამარჯვებას. მოკლედ ჯიკიჩს აქვს შანსი რომ ზედა პოზიტიური იმით შევიდეს ქართული კალათბურთის ისტორიაში. რაც შეეხება მეტოქეს, ბოსნია გუშინაც ვისაუბრე არის ძალიან რთული მეტოქე. მე საერთოდ მიმაჩნია რომ ეს ჯგუფი, ჩვენი ჯგუფი ზოგადად იყო ყველაზე ძლიერი და მიმაჩნია რა მე მგონი ამას კამათი არ წრის, იმიტომ რომ არც ერთ სხვა ჯგუფში 3 გრანდი არ ყოფილა. მე ვფიქრობ ისტორიული გრანდი შეიძლება დღესდღეობით ვიღაცა ნაკლებ ფორმაშია, ვიღაცა მეტ ფორმაშია, მაგრამ ასე ვთქვათ, რასაც ქვია, ესპანეთის, იტალიას და საბერძნეთის ევროპულ კალათბურთში ითვლებიან გრანდებად, ყოველთვის ასე იყო. და მეცაც გეტყვით, ბოსნიის ნაკრები რო ყოფილიყო სხვა რომელიმე ჯგუფში, ჩემი აზრით ულაპარაკოთ, ბევრად უფრო მარტივად მოიპოვებდა საგზურს და საერთოდ მინიმუმ მეორე ადგილისთვის იბრძოლებდა. ასე მგონია, ნუ მეორე ადგილისთვის მას შეიძლება ბევრმა იბრძოლოს, მაგრამ მე ვამბობ, აი ტურნირამდე მისი შანსები იქნებოდა ასე შეფასებული, რომ ის ამ გუნდმა უნდა იბრძოლოს მეორე ადგილისთვის. ჩვენ ჯგუფში, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო და თავიდანვე იცოდა, რომ ის ყველამ რომ ასე ვთქვათ, საქართველოს და ბოსნიას სერიოზული ბრძოლა მოუწედათ ერთმანეთთან ჯგუფიდან გასასვლელად. ასე რომ ამ ხრივ კიდევ ერთხელ გავებ არ გაგვიმართლა, მაგრამ რას ვიზავთ, რაც არის ეს არის, ამ ჯგუფში მოხვდით და ამ ჯგუფიდან უნდა ვცადოთ გასვლა ჩვენს და ცხადია თავის მხრივ ბოსნიამაც. რა იქნება კარგი ბოსნიასთან თამაშის დროს? ჩემი აზრით, გუშინაც ვისაუბრე და ძალიან რთული მეტოქე ბოსნია იმითიც არის, რომ თამაშობენ მათ თამაშს განაპირობებს ცენტრი, ძალიან ძლიერი ფიზიკურად დიდი გაბარიტების ცენტრი, თან მაღალი დონის NBA-ში მოთამაშე ნურკიჩი. და აუცილებელია ნურკიჩმა არ ასე გაშალოს ფრთები შეიძლება ითქვას, არ იგზნოს თამაში, შეექმნას მას პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება. ნურკიჩი პოზიციურად თამაშობს მეხუთე ნომერს, ცენტრ ბუნებრივია და ცხადია მისი უშუალო მეურვეობა მოუწევს გოგა ბითაძეს. თუმცა ჩემი აზრით ძალიან რთულია ბითაძისთვის ნურკიჩთან გამკლავება 1-1-ზე, ვინაიდან ბითაძე კარგი უნარები აქვს დაცვაში, მაგრამ აი ძალისმიერ ასე მოჭიდავე ცენტრებთან, მოჭიდავე ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ცენტრებთან, რომელიც სამწამიანში შედიან და იქ, ასე ვთქვათ, არა სისწრაფის და რაღაც იმის ხარჯზე, არამედ ძალის ხარჯზე ცდილობენ შეავიწროვონ თავის მეურვეები პოსტიდან, ზურგით, მიწოლით და ასე შემდეგ. ასეთებთან ცოტა უჭირს გოგას და ჩემი აზრით აუცილებელია ესა ჯიკიჩმა შეიმუშაოს ესეთი ტაქტიკა დაცვაში, რომ როგორც კი სამწამიანში ჩავა ურთი ნურკიჩზე აუცილებლად ვინ უნდა დაეხმაროს გოგას. ნუ ცხადია უფრო მეტი ალბათობით მეოთხე მესამე ნომერი ვინც იქნება ამ დროს მოედანზე, მამუკელაშვილი და უშო ჩენგელია შეიძლება. ამ დროს ბუნებრივია მეტოქის მეოთხე ნომერზე მოუწევს ვინმეს გადასვლა განახაზელებიდან. ცხადია ამ დროს არის რისკი რომ ბურთი ავიდეს პერიმეტრზე, მაგრამ ნუ რაღაცნაირად მობილური დაცვით ერთმანეთის დაზღვევით უნდა შევძლოთ და გავუმკლავდეთ ამ პრობლემას. იმიტომ რომ 1-1-ზე ჩემი აზრით მარტო 1-1-ზე დატოვება ბითაძის ნურკიჩთან ჩემი აზრით არ იქნება კარგი.
რაც შეეხება, ხო, გარდა ამისა კიდე, იქიდან გამომდინარე რომ მთელი კონცეფცია იმის ბოსნიის ნაკრების არის თურქეთთან ბურთის ჩატანა. შესაბამისად, ვფიქრობ, უნდა ვითამაშოთ დაცვა ძალიან, ასე ვთქვათ, პრესინგი მთელ მოედანზე არა, მაგრამ ჩვენ მოედანზე ყოველ შემთხვევაში ძალიან კაცრი დაცვა, რომ არ გაუმარტივდეთ, მარტივად არ ჩაუტანონ სამწამიაში თურქეთის ბურთი. უჭირდეთ ბურთის გათამაშება და ადვილად მოკლედ არ ხელი შეუშალოთ ბურთის ადვილად ჩატანაზე თურქეთთან. სასურველი იქნება თუ როგორმე ვაიძულეთ თურქეთს ამოვიდეს სამწამიანიდან და ისე პერიმეტრთან და ისე მიიღოს ბურთი. მანდედან თურქეთში ისე საშში არ არის. ეს რაც შეეხება დაცვას, რაც შეეხება შეტევას, ბუნებრივია მარტო დაცვით ვერ მოიგებ. ბურთი უნდა ჩავაგდოთ იმისთვის რომ მოვიგოთ, სულ ძალიან მაგარი დაცვა ვითამაშოთ. შეტევაში ზოგადად ამ ტურნირზე ჯიკიჩი ათამაშებს, რასაც ათამაშებს, მე ძალიან მომწონს. მიზანი, კონცეფცია არის რომ ბურთი ჩვენც ჩავიტანოთ სამწამიანში ჩვენ მაღლებზე, ბუნებრივია ეს ყოველთვის ასე ცდილობს ჩვენი ნაკრები. ამას იმის ხარჯზე ვცდილობთ რომ თამაშობთ ძალიან, ასე ვთქვათ, მოძრავ კალათბურთს, გულისხმობს ბურთის ძალიან ბევრს მოძრაობს და თვითონ მოთამაშეების ბურთს ძალიან ბევრს მოძრაობენ და უჭირთ ამიტომ ასე ყველაზე გადასვლა დროულად და დაჭერა. მათ შორის შიგნით სამწამიანის ხალხის ძალიან ბევრს მოძრაობს და ან ერთი, ან მეორე, ან მესამე იხსნება სამწამიანში როგორც წესი ხშირად. ეს ძალიან კარგია და ესე უნდა გავაგრძელოთ. გარდა ამისა, ჩემი აზრით, შეტევაში ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ითამაშოს ისე შეტევაში, როგორც მე გამიგია, ჯერ კიდევ გრეხელიძე, საკანდელიძის დროიდან რომ ქართული კალათბურთი ამით იყო ცნობილი, როგორც ამბობდნენ, მე თავად არ მინახავს, მაგრამ ასე ამბობენ, ეს იყო სწრაფი კალათბურთი, ძალიან სწრაფი წაღება ბურთის ფაქტიურად სწრაფი შეტევები რა. ეს როგორც ამბობენ, იყო ქართული კალათბურთის თავარი ხიბლი. სწორედ არა მარტო ქართული, ეს იყო ასევე თავის დროზე, აი 80-90-იან წლებში, ითვლებოდა რომ ესპანეთის ნაკრების კალათბურთი იყო კიდე ასეთი ძალიან სწრაფი გადატანა ბურთის და ფაქტიურად ერთი ამოსონ თქვით შეტევა. ამის რესურსი ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ აი მაგალითად ამ თამაში თევზი წყალში როგორც გქონდათ ისია სანდრო მამუკელაშვილი მაგალითად. თავის დროის ხელშეუხლების ახალგაზრდობაში უფრო ახალგაზრდა იყო, ასე იყო თორნიკე შენგელიაც. მოკლედ ეს ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო და ვფიქრობ ამ თამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ მე ჩემი დაკვირვებით ყოველ შემთხვევაში ბოსნიის ნაკრები არის ცოტა არ იყოს ნელი ნაკრები. ანუ სისწრაფე მათი იარაღი არ არის, მათ უფრო უყვართ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში უფრო პოზიციური თამაში, ნაკლები, ასე ვთქვათ, ძალიან ინტენსიური სირბილით, უფრო პოზიციურ შეტევაში, ასე ვთქვათ, ბურთის გათამაშება და ჩატანა ცენტრზე, დაცვაშიც უფრო პოზიციურად დადგებიან და ასე ვთქვათ, დისციპლინირებული პოზიციური დაცვა. ამის საშუალებას თუ არ მიცემენ ჩვენები და თუ რაც შეიძლება მაღალ ტემპს შესთავაზებენ თამაშისას, ჩემი აზრით წარმატების შანსი დიდია. ხო, პრინციპში ძირითადად ეს იყო, რაც მინდოდა მე თქვა, რა შემთხვევაში რა ხდება, პრინციპში ალბათ იცით ყველა, გამარჯვების შემთხვევაში ყველა ვარიანტში გავდივართ, რომელი ადგილით ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ესპანეთ საბერძნეთის თამაშზე. მეთვარქნას და თუ წავაგეთ, ამ შემთხვევაშიც გვაქვს ჯგუფიდან გასვლის შანსი, თუ საბერძნეთი მოუგებს ესპანეთს. მოკლედ, ესპანეთთან თუ წავაგეთ, ყველა ვარიანტში გავდივართ, მაგრამ ჩვენ თავზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული და ჯობია ჩვენთან მოვიგოთ. ჯერ ერთი, იმიტომ რომ სხვა გემო აქვს ასეთ გასვლას ჯგუფიდან. მე კიდე უფრო მაღალი ადგილით გასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ეტაპზე. სულ ეს იყო დაველოდოთ მატჩს წარმატებას უსურვებ ნაკრებს და კიდევ ერთხელ გავიმეორე, იქიდან გამომდინარე ახლა რა ეტაპზეც მოვედით და ამას თავიდან ვისაუბრე რომ ასე კარგად ბოლო ტურის წინ არ ყოფილვართ ისტორიაში ევრობასკეტებზე. ჩავარდებით პესიმიზმში, ვფიქრობ პესიმიზმის საფუძველი არ აქვს, პირიქით, უნდა ვიყოთ ოპტიმისტები. აბა, წარმატებები ჩვენებს.